ეთევიცა. დასაცვიდა ხიმე მართალი ვარ თუ არა. აი როგორ დეპუტატი პროექტი მიზადდება კი. გამზადებულია. სამი თეო ვაყოფთ ამას. რომელიც გამიერთოს ამ ორი ძრავით, ახალი ძრავით, პროექტშადებული ძრავით, ნიგოზას, ჩობალაუს, ზემორენეს და კონკურენტს. სამი თვის მანძილზე. განგებმა არ იცოდა, ინფორმაცია არ ქონდა, რომ წყალი არ იყო. და მოითხოვ პრინციპულად. და ამას მოითხოვს იურიდიული კომისია, ამას მოითხოვს ჩვენი ფრაქციაც. რო თვითონ სამსახური, რომელიც ასე იქცევა უპასუხისმგებლოდ, რომელსაც გონია რომ სამსახურში იმიტომ არის, რომ გოთხოვოს საკრებულო დაათხოვოს ხალხი, ჩამოვიდეს, ნება იბოძოს და ბევრ კითხვაზე გაგცეს პასუხი. სამი თვე რატო არ აქვს სამთავის წყალი? რატო არ არის ამდენი ხნის მანძილზე წყალი წინარეში? რატო არ არის გომში, თუმცა წეღან ამხსნე თურმე ერთობაში არ ყოფილა? ის უბანი ჩვენი ამომრჩეველი არ იყო? თუ ჩვენი მასწავლებლო ის უბანი კასპიის რაიონი არ არის? თუ ჩვენ რატო არ მივიღეთ დონეში შედეგი? რატო გააკეთა სამივე პროექტი და არა მარტო სამი პროექტი ერთი და იგივე კომპანიამ? რატო არ გადაამოწმა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც დღესაც არიან ამ განმავლობაში? იქ რომ საპროექტო, რომელიც იყო გაშალებული ჩვენ ისევ მართვაცებით პროექტებს. მე გეკითხებით, რატო არ აქვს სამი თვის მანძილზე სამთავისის მოსახლეობას ჩვენ ამომრჩეველს, ჩვენი რაიონის მოსახლეობას წყალი? რატო? იმიტომ რომ ახლა გავიგეთ? ახლა გავიგეთ აქსიგვაგდა. იმიტომ რომ თურმე დარჩა ყოველისა დაცდა თურმე ყველგან მდინარეები. იმიტომ არ არის წინარეში წყალი, რომ დღეს მდინარე რაღაც კანტურაა და რაღაც სხვა მდინარე. იმიტომ თუ არასწორად გაკეთდა ეს პროექტი, შედეგზე ვერ გავედით. იმიტომ რომ წინარეხის მოსახლეობა ყოველდღე არ ჩამოდის საკრებულოში. საკრებულო ვარდებულია მოსახლეობა მიიღოს, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე რაიონის ხელმძღვანელობა ვარდებული გასცეს პასუხი. თუ ვინმე ვერ ვართმევ თავს, ძალიან ვთხოვთ ხას ხელისუფლების მოიშვეს. იმიტომ რომ ოცნება ხალხს შევაზისხეთ უკვე. ჩვენ არ პრეტენზიები რასაც ახლა ბატონო და სუსვავთ, მე მგონი რომ ბატონო და ის მოსასმენი არ არის, თვითონ გამგებელი უნდა მობრძანდეს. რატო არ მობრძანდება ბატონი გამგებელი არც ერთხელ, როდესაც წარმოადგენს ხოლმე განცხადებას. ფოთაშური ძალიან გვაინტერესებს რა. და ეს შეკითხვები უნდა გამგებელმა მოისმინოს ჩემი აზრით.